ხომ დავიწყებთ საბრალო დიდი ბრიტანეთის რა დამართნია რომ კოლექტიურ ზარქუას კითხვები გააჩნია მის ცივილიზაციურ მიღწევთან დაკავშირებით. აი მართლა როგორ ეს კი რა დღეში ჩავარდა საბრალო დიდი ბრიტანეთი. და საბრალო საქართველო მანამ სანამ აი მართლა ტოპ უტყინოების ხელში არის ჩავარდნილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიღწევებზე სვამენ კითხვებს და დიდი ბრიტანეთის ძალაზე სვამენ კითხვებს და თუ მათ სურთ რომ განაგრძონ ეს პოლიტიკის კურსი, მე მათ ვრჩევ დაიცადონ და სულ მალე ნახავენ დიდი ბრიტანეთის დიდ ძალას, იმიტომ დიდი ბრიტანეთი არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო, ხო, არავის მხრიდან. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორი ევროპულ სივრცეში, ევროპულ-ამერიკულ უსაფრთხოების სივრცეში. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ერთეული, ფინანსური ბაზარი, უდიდესი გავლენით არა მარტო ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურ მიმოქცევაში. ამიტომაც არის რომ ძალიან ეშინიათ სიამოვნებაში დიდი ბრიტანეთის სანქციების და ეს რაღაცა ვაივიშიც, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ აი დიდი ბრიტანეთიც კი ამხელა ცივილიზაცია თურმე როგორ სტარგზაზე დამდგარა, რომ ამ კონცეფტს ესე იგი სანქციებს უწესებს, ეს ვაივიში ხო რეალურად იმ შიშის გამოხატულებაა, რაც მათ ძალიან კარგად აქვს გააზრებული, ხო? და ისიც აი ხაშაშ ახლა კითხვაზე უსმენდი, ფიქრობდი თავიდან მინდა შევახსენო საზოგადოებას. დასაწყისში ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ რეალურად ისინი სანქციებზე საუბრობდნენ ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, ხო? რაღაცა უაზრობებს ციტირებდათ, ვითომ სამშობლოს იცავენ და ყველაფერი ღირს და ასე შემდეგ, ხო, რაღაც სადღეგრძელობით გამოდიოდნენ, ხო? სიმრეში რომელ სამშობლოზე ლაპარაკობენ, ხო, რომელიც წააქციეს, დააბეჭავეს, ხალხი გააქციეს, შეარცხვინეს, არ ვიცი, ესეთ დაბალ ნიშნულზე არც ერთი მიმართულებით, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც გეოპოლიტიკური, არც სოციალური, არც ეკონომიკური, არასოდეს არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა, არც ერთი ხელისუფლების დროს. და რა არ გაუვლია, ხო, მართლა ამ ქვეყანას, ხო, თავისი ქაოსებით, კრიზისებით, რევოლუციებით, ომებით, მუდმივი სტაგნაციით, კრიზისით, მაგრამ ესეთ დაბალ ნიშნულზე რაშიც ის არის გვიანდელი ქოციანობის ჟამს, ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ ყოფილა. მაგრამ აი ეხლა უკვე შეცვალეს ეს რიტორიკა, ხო? და ბოლო დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ რეალურად სანქციები ძალიანაც ადარდებთ, ხო? ჩვენ მოვისმინეთ კახიშვილის განცხადება, ვოლსკის განცხადება, გრიტიშვილის განცხადება და უკვე აი ეს პირველადი ვითომ ჰეროიკული რაღაცა ეს ურაპატრიოტიზმი, რომ ვითომ რაღაცა სამშობლოს ინტერესებს იცავენ და ამას ეწირებიან და არა ის თავის ღორმუცელა კუჩს იცავენ და თავის საბანკო ანგარიშებს იცავენ. მანამ სანამ 44% ამ ქვეყანაში შიმშილობს, სანამ 55% ამბობს, რომ წამალს ვერ ყიდულობს. ნახევარი ქვეყანა შიმშილობს და ნახევარი ამბობს, რომ წამალს ვერ ყიდულობს. და ეს ხალხი გამოდის ხალხი რომელსაც ინვესტიცია დაგვაკარგინა, მეტი ბიზნესების შექმნის შანსი დაკარგა, განვითარების შანსი დაკარგა, მშვიდობის და უსაფრთხოების შანსები დაგვაკარგინეს. ჩვენ არათუ არ მივუახლოვდით მშვიდობას და უსაფრთხოებას ბანერზე რო ეწერათ. დავშორდით ამას. რატო? იმიტომ რომ მშვიდობას და უსაფრთხოებას ჭირდება პარტნიორები, ჭირდება დაფინანსება, ჭირდება მეტი სვლა ნატოსკენ, მეტი საერთო წვრთნისკენ, საერთო პროგრამებისკენ, ეროვნული თავდაცვის უნარიანობის და უსაფრთხოების პროგრამებისკენ. ეს ყველაფერი დაგვაკარგინეს. ნაცვლად იმისა, რომ მეტი გქონდეს და ეხლა დღეს სამშობლოზე რომ ლაპარაკობს ის ხალხი, აი მათი სუსის ეროვნულ ანგარიშში პირველად ისტორიაში რუსეთი არ არის ნახსენები, როგორც ოკუპანტი და როგორც ამ სახელმწიფოს მტერი. გაგონილა ეროვნული დაზვერვის სამსახური, ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, რომელიც რუსეთს არ ახსენებს და აღარ მოიხსენიებს, როგორც ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პირველ და უმთავრეს საფრთხეს. ამიტომაც, რა თქმა უნდა, სანქციები არის გარანტირებული მათთვის და ეს არ არის სანქციები მარტო იმისათვის, რომ მე არჩევნები მოიპარეს, იქ სახელმწიფო მოიპარეს. ეს არის სანქციები იმისათვის, რომ ქართველ ხალხს მოპარეს სახელმწიფო და არჩევანი. და თუ ჩვენ დავაკვირდებით საგარეო გამოხმაურებებს, იქ ყველგან ნათლად წერია, რომ მათ სურთ, ჩვენს პარტნიორებს სურთ, არა ის, რომ რომელიღაც პარტია მოვიდეს ძალაუფლებაში, არა, ამაში არ არევა არავინ. მათი სურვილი არის, რომ ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება თავისუფალ რეჟიმში გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა. იქნება ეს კოალიცია, ერთი პარტია, ქართული ოცნება თუ სხვა. თავისუფალ არჩევნებზე აქ საუბარი და არა იმაზე, რომ ქართული ოცნების დამხობა სურს ვინმე, როგორც თავის კონსპიროლოგიურ პარანოიაში გვამცნობენ ხოლმე. ამიტომაც დიახ, სანქციები არის გარანტირებული, ბრიტანეთი აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს და ჩვენ ყველანი ვმუშაობთ ინტენსიურად, მათ შორის ბრიტანულ მხარესთან, იმისათვის რომ მიიღწეს ეს სანქციები და ივანიშვილს ეს ძალიან ადარდებს და კარგადაა გააზრებული, რამდენს დაკარგავს. კი ბატონო, და გრიგოლ, აუცილებლად მინდა გკითხო გუშინდელ ამბავთან დაკავშირებით, გულისხმობ 20 წამიან კომუნიკაციას
კობახიძესა და ემანუელ მაკრონის, თავად ემანუელ მაკრონის მხრიდან რაღაცა მისალმების ინიციატივის გამოჩენა და ეს რაღაცა მცირედი რამდენიმე წამიანი კომუნიკაცია ფაქტობრივად ზეიმის საგანი აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის. ტრადიციულად ამას პროპაგანდა იყენებს, რომ ეს რაღაცა გასახდეს, უფრო მეტიც კობახიძე თქვა, რომ რაღაცა ეს ჩანსო, რომ მოსწყურდათ მოკლედ ევროპელ პოლიტიკოსებს ჩვენთან ურთიერთობა. ხო, აი რა არის სიმართლე მაშინ და აი როგორ შეიძლება ავუხსნათ თუნდაც არ ვიცი იმედის მაყურებელსაც რატომ მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი კობახიძესთან რატომ მიესალმა ის თავად მას აი რა არის მაშინ ეს ხო დავიწყოთ იქიდან რომ აი ეს ისტერიკა რომელიც აქვთ ხელის ჩამორთმევაზე ეს აჩვენებს ყველაზე კარგად მე რო არაფერი აღარ თქვა და რო არ დავამატო აი ეს ისტერიული სიხარული რაც აქვთ რომ აი რა მაგარია რომ ხელი ჩამოართვეს ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს ეს უკვე აჩვენებს მათივე გააზრებას რომ მათ არავინ არ ესალმება არავის არ სურს და არავის არ აინტერესებს და წამიერად ისიც გამოჩნდა რომ თურმე deep state კი არ ყოფილა რომელიც მოკლას უპირებს ძალიან კარგი ყოფილა ხელი აბა რა უხარიათ მაშინ არც კოკაინში კი არ ყოფილა ხო არც კოკაინში რომელსაც 3 დღით ადრე უვრცელებდნენ დიახ მაგრამ თუ deep state-ია თუ ოლივერ ვარჰეი მოკლას უპირებდა ირაკლი კობახიძეს ერთადერთი მეგობარი ყავდა დღემდე მეცნიერება ერთადერთი მეგობარი ყავდათ ქოცებს ოლივერ ვარჰეი და იმაზეც თქვა კობახიძემ რომ მოკლას მიპირებს წარმოგიდგენია ერთი მეგობარი რო ყავს 27 სახელმწიფოდან და იმასაც დააბრალებ რომ მოკლას მიპირებდაო ეხა როგორ არის საქმე იქიდან ცოცხალმა გამოახცია თუ ვერა ეს გასარკვევი არის ხო ხარ გაათხოვეს შემთხვევით რწმენან იდენტობა ხარ დააკარგინეს გზად ეხა ამდენ ამ ხელა deep state-ში იჯდა კაცი და გასარკვევია როგორ არის და ოჯახის სიწმინდის დღეს ამით. ხო, ესე იგი ხო, მაშინ ესე იგი სამშვიდობოს გამოსულა როგორ ჩანს, ხო. აი ეს კომედია რო გვერდით გადავდოთ, ძალიან მარტივად, უმარტივესად, არის იმედის მაყურებელსაც უნდა ესწოდეს იმედია ამდენი ქართული, ძალიან მარტივად. ხელის ჩამორთმევა და პოლიტიკური შეხვედრა არის განსხვავებული რაღაცები. რა ჩვენ გუში ვნახეთ არის ხელის ჩამორთმევა, handshake, ეს არის სხვა ფორმატი, ხო? ესეთი ფორმატი შეიძლება იყოს აბსოლუტი კორიდორში, მიღებაზე, მე პირადად 6-7 პრემიერ-მინისტრისთვის მაქვს ესე ხელი ჩამორთმული და მილაპარაკია კიდევაც, მაგრამ ეგ კი არ ნიშნავს პოლიტიკურ შეხვედრას ვიზავი, ხო? მithos როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, შენ გჭირდება პოლიტიკური შეხვედრა. ხელის ჩამორთმევა კი არა, შეხვედრა. ეხლა ვიკითხოთ, შეხვედრა ქონდა ვისთან? ფიცოსთან, ორბანთან და ვუჩიშთან. ანუ თავისნაირ დამთხეულ პოლიტიკურ ლიდერებთან, რომელიც არიან ევროპული კავშირის წინააღმდეგ, ნატოს წინააღმდეგ და სამივე ჰოისაოცრებავ არის იგივე მარაზმატული რუსული პროპაგანდის გამტარი, რისაც ქართული ოცნება და იგივე ალბედითი იდეების მატარებელი, რისაც ქართული ოცნება. ისინი არიან რუსული პროექტები, პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ. სხვასთან შეხვედრა არავისთან არ ქონია. ხელის ჩამორთმევა, ეხლა ვიღაცა ჩაგივლის და ვიღაცას ჩაული, ეს არის ჩვეულებრივი აპრობირებული ამბავი. მე პირადად მაგ გაკეთებული რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, კიდევ უფრო მეტ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს არის ჩვეულებრივი ფენომენი. ეხლა მაკრონმა რა უთხრა, მე ვერ ვიტყვი, თუმცა კარგს ვარაფერს არ ეთქო და ამას 100%-ით გეტყვით ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით საფრანგეთის საგარეო პოლიტიკური ნება, ეს მაკრონს არ დაუმალავს, საფრანგეთს არ დაუმალავს, იმიტომ ჩემი ინტერპრეტაცია არ ჭირდება და სულ ცოტა გონებას თუ დაატანენ ქოცები ოდესმე რამეს, დაინახავენ რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე და ისო ვიღაცამ ხელი წამოარტყა და ესეც ადგა და როგორ გაეხარდა და იმ წუთში აი აფრინდა სიხარულით და ბატონო პრეზიდენტო ეხლა ბატონო პრეზიდენტო არის აღარ არის გლობალური ომის ზალა აღარ არის კოკაინში კი ეგრეთ წოდებული ბჭყალებში როგორც გუშინწინი მისი პროპაგანდა და რუხაძის პროპაგანდა უწოდებდა ეხლა აღარ არის deep state-ი ეხლა აღარ ართმევს რწმენას და ღირებულებებს თუ რაშია საქმე ორ დღეში ერთხელ რომ აი ქოც მინდა ვკითხო თვითონ დაფიქრდეს ხო მე გარკვეული მაქვს ცხოვრებაში ყველაფერი აი ქოცი მინდა დაფიქრდეს არ გცხვენიათ ამას რო გიშვებათ თქვენი პრემიერ-მინისტრი რომ ორ დღეში ერთხელ გათამაშებთ ერთ დღეს უნდა ბრავო დაუწერო მაკრონის ქვეშ ორი დღით ადრე უნდა ლანძღო სამ დღეში deep state უნდა უწოდო აი ქოცები მინდა დაფიქრდნენ აი ამ სამარცხვინო თავს ლაპ დასხმულ ყოფაში დიდხანს აპირებენ თვითონ ყოფნას თორე ჩვენ გარკვეული ყველაფერი ვიცით რას ნიშნავს იყო თანამედროვე ქართველი 2025 წელს ვიცით ჩვენი მემკვიდრეობა რა არის ჩვენი კონსერვატიზმიც ვიცით მიხეილ ჯავახიშვილიც ვიცით ჭავჭავაძეც ვიცით მაგრამ თვითონ რომ არაფერი იციან და სხვისი რომ არაფერი არის და ხან რომ ფიცოს ეცემიან და ხან რომ ორბანს ეცემიან და ქვეყნის გარეთ რო ეძებენ მართლა სულიერ საზრდოს და ჩვენზე რომ ამბობ მართლა უსამშობლო მდგომარეობაში ვარიან ჩავარნილი აქ ჭავჭავაძე ყოლოდა ჯავახიშვილი ყოლოდა ფერაძე ყოლოდა და ქვეყნის გარეთ ფიცოს და ორბანის რიტორიკაში ეძებდე
იმას თუ რას ნიშნავს იყო ქართველი დღეს. აი ესე ტრაგედიაში რო არიან და ნახევარი ქვეყანა რო კიდე დამშეულია და წამალს ვერ ყიდულობს. აი მინდა ყველას ვკითხო. ესე შეიძლება ცხოვრების გაგრძელება და ჩემი პასუხია არა. ჩვენი მიზანი არის და უნდა იყოს ძლიერი ქართული სახელმწიფო ძლიერ ევროპაში. აი ეს არის ქართული კონსერვატიული ამოცანა და არაფერი სხვა.